რუსეთ-საქართველოს 6 წლის თავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირი ქართველი მეომრების საფლავები გვირგვინებით შეამკეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა პირებმა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა. აგვისტოს ომის წლის თავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება იგეგმება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. საელჩოების ინიციატივით 2008 წლის 8 აგვისტოსთან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები გამოქვეყნდება საერთაშორისო მედია საშუალებებშიც. რატი ხვისტანი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს მომავალ პირდაპირ ეთერში რატი გისმენთ. 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული აგრესიის მე-6 წლისთავის აღსანიშნავად ძმათა სასაფლაოზე დილიდან იკრიბებიან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ აქ იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების თანამშრომლები და ქართველი დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებს წარმოადგენენ. მათ გვირგვინებით შეამკეს გმირთა საფლავები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის ტრაგიკული დღეები. ყოველივე ამის გასახსენებლად და პატივის მისაგებად მოვედი მე დღეს აქ ფაქტიურად საქართველოს მთელი დიპლომატიური კორპუსის თანხლებით მოგეხსენება თბილისში ტარდება ამბასადორიალი და ჩვენი ყველა ელჩი ამჟამად იმყოფება თბილისში. მათი ძალიან დიდი სურვილი იყო და ჩემიც ასევე რომ დღეს ყველანი ერთად მოვსულიყავით აქ და პატივი მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისათვის. სამძიმარი გამოგვეცხადებინა კიდევ ერთხელ დაღუპულთა ოჯახებისათვის და გვეთქვა მათთვის რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მომავალმა თაობებმა ვეღარ იგრძნონ ამ ომის ტკივილი. 2008 წლის აგვისტოს ეს დღეები ნამდვილად ტრაგიკული დღეებია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ძალიან სამწუხარო. ჩვენ აქ მოვედით რომ პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენს გმირ მეომრებს. ალბათ ეს ქართული კაცის მეხსიერებაში ეს თარიღი არასოდეს არ დაიშლება, იმიტომ რომ ეს იყო კიდევ ერთი გმირული, თავდადებული, დროულად რისკიანი ნაბიჯი ჩვენი სუვერენიტეტის შემდგომი გამტკიცების, თავისუფლების გამტკიცების გზაზე. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს დაღუპულ გმირთა საფლავები და განმარტეს თუ რატომ გადაწყვიტეს სასაფლაოზე 7 აგვისტოს მოსვლა. ასევე მათი თქმით დაღუპული გმირების თავდადება არასოდეს უნდა დაიმსხოს ქართულმა ხალხმა. მოვედით რომ პატივი მივაგოთ სწორედ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა მაშინ ქართული სახელმწიფო. იხსნა ქართული სახელმწიფოებრიობა და ჩვენი თავისუფალი მომავალი. ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების, არა მხოლოდ მუდმივად გვახსოვდეს ის გმირები, ვინც სიცოცხლე შეწირა ქვეყანას, არამედ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო და დავიცვათ ის ევროპული და თავისუფალი მომავალი, რომლის გულისთვისაც თავი გაწირა ქართველი გმირების არაერთმა თაობამ და ასეთი თავგანწირვის ბოლო მაგალითი იყო სწორედ 2008 წლის რუსული აგრესიის დროს. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 7 აგვისტომდეც იყო მსხვერპლი ჩვენი მხრიდან, მაგრამ ომის დაწყების რეალური თარიღი არის სწორედ 7 აგვისტო, იმიტომ რომ სამშვიდობო ძალების ფორმალური სტატუსის არ მქონე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასეულობით ჯავშან ტექნიკამ ჩვენი სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა სწორედ 7 აგვისტოს, რა დროსაც საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ამ სამხედრო აგრესიისთვის გაეწია წინააღმდეგობა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა ხვალ იქნება, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული აგრესიის გახსენება გაგრძელდება. დიდი მადლობა რატი ხვისტანი გვერდთვებოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან პირდაპირ ეთერში.